საპატრიარქოს დაცვაში სავარაუდოდ რეორგანიზაცია ხორციელდება. პატრიარქის პირადი დაცვის უფროსის შემცვლელად გავრცელებული ინფორმაციით ზურაბ უჩუკური სახელდება. სალომე ქოქიაშვილი იმყოფება საპატრიარქოსთან. სალომე, ადასტურებენ თუ არა გავრცელებულ ინფორმაციას? ჯერჯერობით ოფიციალური დასტური ამ თემაზე ჩვენ არ მიგვიღია, რაც შეეხება თავად ზურაბ უჩუკურს, იგი უკვე წლებია მუშაობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაცვაში და ის როგორც წესით ანახლავს ხოლმე ილია მეოროს ყველა ღონისძიებაზე, მათ შორის ბოლოს თან ახლდა ბერლინში, როდესაც კათოლიკოს პატრიარქი იმყოფებოდა ოპერაციის გასაკეთებლად ბერლინში. ზურაბ უჩუკური იყო თავის მოქმედ უფროსთან სოსო ოხანაშვილთან ერთად. თუმცა შეცვლის თუ არა ის სოსო ოხანაშვილს ჯერჯერობით ოფიციალური დასტური ამ თემაზე ჩვენ არ მიგვიღია, მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული საინფორმაციო წყაროები ასახელებენ და საუბრობენ ამ ცვლილების შესახებ. ჩვენ დაუკავშირდით საპატრიარქოს წარმომადგენელს დეკანოს კახაბერს, რომელმაც განგვიმარტა, რომ ამ ეტაპისთვის დაცვის ყველა თანამშრომელი არის ადგილზე, თუმცა მან არ გამორიცხა, რომ შესაძლოა არის განხორციელდეს გარკვეული ცვლილებები. ასევე საპატრიარქოში ჩვენი ერთ-ერთი წყარო, რომლის ვინაობასაც ჩვენ ამ ეტაპზე ვერ გავამხელთ, გვიდასტურებს იმას, რომ ზურაბ უჩუკური შეცვლის სოსო ოხანაშვილს, მათ შემდეგაც რაც სოსო ოხანაშვილი დატოვებს უკვე ამ თანამდებობას. რაც შეეხება უკვე 17 თანამშრომლის გათავისუფლებას პირადი დაცვის შემადგენლობიდან, ჯერჯერობით ეს ინფორმაციაც არ დასტურდება, თუმცა საპატრიარქოში იმას არ გამორიცხავენ, რომ დაცვის უფროსის ცვლილებასთან ერთად მოხდეს გარკვეული და განხორციელდეს გარკვეული რეორგანიზაცია. აქ ოფიციალური პირი დაინიშნა და იმას კითხე. რომელიც არ გპასუხობს. როგორ არ გპასუხობს? არა, ჯერთ ინფორმაცია რა აქვს, საპატრიარქოს სახელით განცხადებას გააკეთებენ ისინი. ჩემს განცხადებას ინფორმაციას თუ გლოვთ, არ ვფლობ. არაფერს, არ ვიცი. ორი მეუღე იაკოვის თხოვნით დატოვეს. დაინიშნა უკვე საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენელი და ის მოგცემთ კომენტარები. ჯერთი არ ვიცი. ახალი ინფორმაცია გარდა იმისა, რაც გუშინ თქვი, არა გვაქვს არაფერი. არანაირი კომუნიკაცია. არანაირი. არ ვიცი, ვერ გაგცემთ პასუხს ყველა დანარჩენ საკითხზე პრესამსახურის უფროსი გაგცემთ პასუხს. ჩვენ ამ დროისთვის ისე ვრჩებით საპატრიარქოსთან და ველოდებით გარკვეულ განმარტებებს თემაზე დატოვა თუ არა უკვე სოსო ოხანაშვილმა თანამდებობა ან აპირებს თუ არა იგი მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას და რასთან შეიძლება იყოს ეს დაკავშირებული ან დაკავშირი აქვს პატრიარქის დაცვის მოქმედ უფროს ეგრეთ წოდებული ციანიდის საქმესთან. ამ შეკითხვებზე პასუხებს ჩვენ როგორც უკვე გითხარით ველოდებით საპატრიარქოსთან, რაც შეეხება თავად კათოლიკოს პატრიარქს, როგორც ჩვენთვის ცნობილი არის, ის ხალხთან და მრევლთან გამოჩნდება უკვე ხვალ საღამოს 6 საათისთვის სამების ტაძარში. მადლობა სალომე, ეს სალომე ქოქიაშვილი იყო.